მოგესალმებით. მოკლედ, მინდა ცოტა ვისაუბრო ჩვენს ერთადერთ და ერთ-ერთ განუმეორებელ პროექტზე, ბებერზე, რომელშიც ჩავდგით M57 3.0 ტურბინირებული ძრავი, დიზელი. ეს ძრავი ქარხნულად გამოიმუშავებს 184 ცხენის ძალას და 400 ნიუტონს. პირველი გამოშვება ძრავი არის, D1 ძრავი არის, მაგრამ რა თქმა უნდა არ არის ქარხნის მდგომარეობაში და გადაყვანილი ყავს და გაკეთებული ყავს, ასე ვთქვათ, და მიახლოებით სადღაც 270-280 ცხენის ფარგლებში მერყეობს ამ ეტაპისთვის და ნიუტონი სადღაც 700-მდე, იმიტომ რომ ეს ძრავი მედგა მე ჩემს მწვანე ფრონტირათი თითის დავდიოდი ხოლმე და ეხა უკვე დგას ამ ავტომობილში. რაც შეეხება წყლის რადიატორს, ანუ ესე გამოვიდა, თავისივე რადიატორი გავაკეთეთ, ცოტა გადავაკეთეთ, ასე ვთქვათ და მოთავსდა, ელექტროვენტილატორიც გამაგრილებელის წინიდან ესე არის მოთავსებული. როგორი სიტუაცია არის, იცი, ანუ ჯერჯერობით არ ვიცით კიდევ ბოლომდე რასთან გვექნება პრობლემები და რასთან არა. ზოგადად ეს პროექტი მაგიტომაც მიმდინარეობს ამდენი ხანი, რომ პატარა ვიდეოები რაც ნახეთ, ტესტები და რაც გავიარეთ, არის მომენტი რომ რაღაცები არ მოგწონს ჩვენ თვითონ, იმიტომ რომ მართლა ვიგონებთ რაღაცებს, ჩვენ თვითონ ვქნით რაღაცებს, ჩვენი გუნდი ამ ყველაფერზე შრომობთ, წვალობთ, ღამეებს ვათენებთ. ეს რომ ვიღაცას კონდეს გაკეთებული და ვიღაცას კონდეს ნათქვამი, რომ იცი რა ბიჭო, აი ესე არის და ესე კარგად მუშაობს, ეს ჩვენ არ ვიცით, იმიტომ რომ ესეთი პროექტი არ ვიცი, არასდროს გვაქვს ნანახი, რასაც ვაკეთებთ და მოკლედ რა, ჰაერის სისტემაც ესე გამოიყურება და ყველაფერი ისე გაკეთებული, რომ მარტივი იყოს, მიდგომადი იყოს და რო გჭირდებოდეს რაიმე დეტალის მოხსნა, შეუძლოთ თითოეულ დეტალის მოხსნა. რო დაგჭირდეს სიტყვაზე ძრავი დაზიანდა, ძრავის ამოღება, ჩანს რომ ძალიან სივიწროვია, მაგრამ შეგვიძლია კოლოფიდან გადავხსნათ ძრავი და ამოვიღოთ. პატარა ვიდეო გინდა რომ გამოგვივიდეს, მაგრამ მაინც ვიცოს ხოლმე ძალიან ბევრი საუბარი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაც არის ამ ავტომობილზე გაკეთებული და დასრულებულს და რო გავივლით და რაღაცა შემდეგ უკვე ვიდეოს სრულიად განხილვას მანქანისას დავდებ, შეიძლება გამომრჩეს კიდეც რაღაც დეტალები, რაც იქნება სასაუბრო, მე და გიო ერთად ჩავწერთ მაგ ვიდეოს საბოლოოდ, უკვე რომ ამანქანას მეპატრონეს გავატანთ, რომ რა და როგორ ანაირად, ეხლა რაც მახსოვს უცებ გეტყვით. რაც შეეხება ძველი ტორმოზის სისტემას შევეცადეთ მაქსიმალურად, სამუხრუჭე ხუნდების ახალი დავაყენეთ, დისკებიც, ანუ აბსოლუტურად ყველაფერი, ეს ბაჩოკებიც კი ახლები ვიყიდეთ, მაგრამ ნაგავია, მანქანა არ ჩერდება, რო აჩქარდება, მანქანა არ ჩერდება. ამიტომ გადავწყვიტეთ E39-ის ვაკუუმის ბაჩოკი დავაყენოთ, E39-ის პედლები დავაყენოთ და გამოვა უფრო მარტივი და გადავდივართ ახალ ტექნოლოგიებზე, რომლის შოუნაც არ გაჭირდება და ასე შემდეგ. უფუჭებადიც არის ეს დეტალი, ძალიან შეუძლოთ რომ გავფუჭდეს, მაგრამ შოუნადი იქნება. ხო, კიდევ რავი, კონდიციონერი არ აქვს, თორე ალბათ მაგასაც დავაყენებდით. რა თქმა უნდა, ხუმრობა კიდევ კარგი რო არ აქვს, იმიტომ რომ მართლა არ აქვს ადგილი არსად, აბსოლუტურად. ხო, გადაცემათა კოლოფი გვიყენია Opel Frontera, თავისივე დამადაბლებლით, ასე ვთქვათ. გადაბულობა გვიყენია ქარხნული, დიდი ბოდიში თუ ყველა სიტყვა შეიძლება რაღაც ისე ვიხმარო, რაღაც ასე ვიხმარო, რაც ვიცი ვიტყვი აუცილებლად. ქარხნული აყენია. ამ ეტაპისთვის, რაც ვიარი ავტომობილით, ხო, საკმაოდ მომწონს, კარგი აჩქარებაც აქვს, გამავლება რაც შევამოწმე დიაგონალებზე, ეგეც კარგი აქვს. ყველაფერი მუშაობს კარგად. ხო, გადაცემათა კოლოფს გავაგრძელებ. გადაცემათა კოლოფი დგას ესეთ მდგომარეობაში. მოგეხსენებათ ამ ავტომობილს, ვინც იცით თუ არ იცით, როდესაც ესე ავტომობილში ვჯდებოდით, აი ესე, როდესაც ვჯდები ამ ავტომობილში, აი ტორმოზის პედალი ჩაჭრილი გვაქვს და გაწეული გვერდზე იმდენად პატარა ადგილი აქვს, რომ ასე ვთქვათ, ვერ მართავ ფეხს. ეს კოლოფის ადგილიც ამოჭრილი გვაქვს და ეს ავტომობილი უკვე ჩვენს მერე წავა სათოლოქეს სამუშაოებზე. ეს ადგილი გავადიდეთ, აი ეს სადაც უნდა ამოძრაო, ასე ვთქვათ, ფეხი, ტორმოზი, გაზი და ცეპლენიაზე. მე ეს ადგილი შეიკერება, ესე ლამაზად და გადავრთველი ბერკეტი აქ არის. ხო. კოლოფზე მეტი საუბარი არ შემიძლია, ჩვეულებრივი Opel-ის გადაცემათა კოლოფი ვიყენია Z. რაც შეეხება საჭის მექანიზმს, მოგეხსენებათ გიდრავლიკური რულაუი. ხო, არ აქვს ამ ავტომობილს. და გადავწყვიტეთ, რომ რატომაც არა სადაც ამდენი უნდა გონოდა გიდრავლიკული საჭი. საკმაოდ რბილი გამოვიდა,
საკმაოდ კარგი გამოვიდა, კარგი სამართავია. აქაც Opel-ის ჰიდრავლიკა დავაყენეთ თავიდან. რამაზი არის დამაგრებული. Opel-ის Opel Frontera-ს რული, რომელიც შეგვიძლია, როდესაც მოვთავსდებით შიგნით, ჩამოვწიოთ, ავწიოთ თავისივე პლასტმასებით. აქ თავისივე პლასტმასებთან თლიანი ღერძი გვაქვს Opel-ის გამოყენებული. და საკმაოდ კარგი არის, კარგათაც უხვევს და სასიამოვნო სამართავია ავტომობილი. გადავედით მთავარზე. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კი მოვისმინეთ, გავაკეთეთ, კარგია, მაგრამ უმთავრესი არის თვითონ ხიდები, ასე ვთქვათ, რაც გაუძლევდა ამ ყველაფერს და რა თქმა უნდა ავიღეთ Y60-ის Nissan-ის ხიდები. უკან ბლოკირებული ხიდი, წინ ღია ხიდი. არ ვიცი ხა აქედან როგორ გამოჩნდება, ავტომობილი არ აქვს ასპადიუმის ზიარციამაზე, ესე არის ხიდები. თავიდან ბოლომდე არის შეღებილი და რა თქმა უნდა რესორებზე დავტოვეთ ავტომობილი, თავისივე რესორებზე, ამაზეც ვისაუბრებ. ეს არის ხიდი, იდეალურად დგას, არანაირი რყევა არ აქვს და რაც შეეხება რაკიდების სისტემას. თავისივე რესორებზე დავტოვეთ, მაგრამ ამორტიზატორები დავაყენეთ რესი და ძალიან მაგრად მუშაობს. კარგი გამოვიდა. უკანაც იგივენაირად, უკანაც ეგრე არის გაკეთებული, რესორებია დატოვებული, ამორტიზატორები არის, 4 ამორტიზატორი, ასე ვთქვათ, ადვესკა გვაქვს ტრესი. საკმაოდ კარგად იქცევა ავტომობილი, რაც ვიარე, ანუ სიარულის დროს აი ესეთ რაღაცებს არ აკეთებს, რაც ყველა ჯიპში ხოლმე ზოგადად მე ჯიპის მოყვარული არ ვიყავი ადრე, მაგრამ აი ეხა ხო უფრო ვარ და ვარ, მაგრამ აი ეს მოძრაობები ჯიპში ძალიან არ მოწონს. აი ძალიან უაზროდ რო ილიფტება მანქანა ან მაღლა ადის, ამ მოძრაობებს რო აკეთებს, ჩემთვის ძალიან დისკომფორტს წარმოადგენს და ეს ისეთი გამოვიდა, რომ იმ დღეს ვიარე, საკმაოდ უხეშად ვიარე ამ ავტომობილით და მე სიამოვნა, კარგად უჭირავს თავი. მოკლედ ამორტიზატორებმაც გაამართლა რა. გვეყენა ავტომატური ჰაბები და გადავწყვიტეთ მე პატრონესთან დიალოგის შემდეგ, რომ დაგვეყენებინა მექანიკური ჰაბები, იმიტომ რომ უფრო კომფორტული არის მექანიკური ჰაბები ვიდრე ავტომატური. როდესაც გჭირდება ვთავთ, როდესაც გჭირდება ვთიშავთ. მოკლედ ახსნა ეგ არის. ეხა ძალიან ბევრს ვსაუბრობ, იმიტომ რომ ძალიან დიდი ვიდეო არ მინდა რომ გამომივიდეს და ესე მოკლედ გითხარით ყველაფერი, თორე ისე ძალიან ბევრია სასაუბრო ამ მანქანაზე და აი დეტალურად და გავლას და ასე შემდეგ თუ რა უნდა გაუკეთეს, ლებიოტკა სად უნდა დადგეს, როგორ უნდა დადგეს, ამ ყველაფერს გეტყვით აუცილებლად. ეხლა ამით დავასრულებთ ვიდეოს, რადგან განსახილველი ძალიან ბევრი აქვს ამ ავტომობილის, ფარები, ელექტროობა, თავიდან ბოლომდე შეცვლილი სალონში გამავალი თითოეული სადენი და ასე შემდეგ. ამ შემდეგ ვიდეოში უკვე ნახავთ ტესტსაც და მაგ ყველაფრის ახსნასაც და ცოტა მძიმე ოფროუდშიც ვაპირებთ ამ ავტომობილის წაყვანას. თუ დაინტერესებს ჩვენი პროექტები, შეგიძლიათ შეხვიდეთ ჩვენს YouTube გვერდზე და გამოიწეროთ ჩვენი არხი. დიდი მადლობა, რომ გვიყურებთ.